კაპიტალს წარმოგიდგენთ Georgian Business Consulting-ი. რუბრიკა ღვინო და კაპიტალის სპონსორია ბაგრატიონი 1882. კაპიტალის სპონსორია ავერსი, ლიდერი ლიდერთა შორის. გამარჯობა ბიზნესსა და ეკონომიკის სიახლეებით ეთერშია კაპიტალი რეზო საყევარიშვილთან და ეკა მიშველაძესთან ერთად. მოგესალმებით და დღევანდელ გამოშვებაში წარმოგიდგენთ. მცირე საწარმოთა დახმარების ფონდმა საქართველოში ინვესტირება გადაიფიქრა, რატომ ჩაიშალა 2 მილიონიანი ამერიკული ინვესტიცია. გაერთიანებული ტელეკომი დამატებით სერვისებს ნერგავს. რა სიახლეები ელის 20 იანვრიდან 400,000 აბონენტს. ამერიკასთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულების მომზადებაზე სპეციალური საკოორდინაციო ჯგუფი იმუშავებს, რომელიც უახლოეს დღეებში პრემიერ-მინისტრთან შეიქმნება. ჯგუფი პარალელურად ამერიკასთან ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების და ახალ საინვესტიციო ხელშეკრულებებს მოამზადებს. საინვესტიციო ხელშეკრულების გაფორმებას ეკონომიკის სამინისტროში შემოდგომამდე ვარაუდობენ, რომელიც ქვეყანაში დამატებით ამერიკულ ინვესტიციებს შემოიტანს. რაც შეეხება თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულებას, მასზე მუშაობა ინტენსიურად დაიწყო და სავარაუდოდ ის 2 წლის შემდეგ გაფორმდება. საუბარი კონკრეტულად ინვესტიციების რაოდენობაზე არ არის, ეს არის დაცვის მექანიზმები ინვესტიციებისთვის. თქვენ როგორც მოგეხსენებათ, ახლა ამერიკულ ბიზნესებს თავიანთი ინტერესები აქვთ ყველა ქვეყანაში და შესაბამისად ამერიკის მხარე აქტიურად მოწოდებულია იმაზე, რომ თავიანთი კაპიტალი დაიცვან ყველგან. და სწორედ ამაზე არის მიმართული ეს ინვესტიციების დაცვის ხელშეკრულება, რომ საქართველოში საკანონმდებლო დონეზე ისე დარეგულირდეს ეს ყველაფერი, რომ ასე ვთქვათ, ბიზნეს პრობლემა აღარ შეექმნას. საქართველოს ოფიციალური სტატისტიკა ამერიკიდან პირდაპირ უცხოური ინვესტიციების შემოსვლას 1997 წლიდან აღრიცხავს, როცა ქვეყანაში 97 მილიონი დოლარი შემოვიდა. განვლილ 12 წელიწადში საქართველოში ყველაზე მეტი ამერიკული ინვესტიცია 183 მილიონი დოლარი 2006 წელს დაბანდა. ყველაზე ცოტა კი 2005 წელს, მხოლოდ 15 მილიონი. ჯერჯერობით არ არის დადგენილი 2008 წლის საბოლოო მონაცემები. თუმცა ცნობილია, რომ გასული წლის 9 თვეში ამერიკიდან საქართველოში 86 მილიონი დოლარი შემოვიდა. სულ ამერიკისწილად საქართველოში განხორციელებული პირდაპირ უცხოური ინვესტიციების 7.8% მოდის. რეზო, რაც შეეხება ამერიკასთან ვაჭრობას, 2008 წლის 11 თვის მონაცემებით ამერიკა საქართველოს სიდიდით მე-6 სავაჭრო პარტნიორია 328 მილიონი დოლარის სავაჭრო ბრუნვით. აქედან ქართული ექსპორტის წილად 102 მილიონი დოლარი მოდის, რაც მთლიანი ექსპორტის 7.2% შეადგენს. ამერიკიდან იმპორტი კი 226 მილიონი დოლარი იყო, რაც მთლიანი იმპორტის 4%-ია. 2008 წლის 11 თვეში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ამერიკასთან სავაჭრო ბრუნვა 7%-ით გაიზარდა. და ახლა ამერიკასთან მომავალ სავაჭრო ეკონომიკურ ურთიერთობებზე ჩვენ სტუმართან ექსპერტ გიორგი ღაღანიძესთან ვისაუბრებთ. ბატონო გიორგი, მოგესალმებით. მოგესალმებით. თქვენ ალბათ მოისმინეთ უკვე ინფორმაცია, რომ ეკონომიკის სამინისტროს აქვს იმედი, რომ ამერიკასთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება 2 წლის შემდეგ უკვე გაფორმებული იქნება. რამდენად რეალისტურია ეს ვადა? ვადა საკმაოდ რეალისტურია, ვინაიდან ეს არის ტექნიკური პერიოდი, რომელიც არის აუცილებელი კანონმდებლობის ჰარმონიზაციისათვის, არის აუცილებელი სტანდარტების შეთანხმებისათვის. და ამდენად შესაძლებელია ვივარაუდოთ, რომ ეს პროცესი, რომელიც დაიძრება, აქ უნდა მოხდეს კიდევ მთელი რიგი სხვა ხელშეკრულებები, რაც გითხარით, ამათი მომზადება და ამოქმედება. საკითხავია, რამდენად ეფექტიანი იქნება ეს ხელშეკრულება ჩვენი ეკონომიკისათვის. და რამდენად ეფექტიანი შეიძლება იყოს ეს ხელშეკრულება? ეკა, თქვენ თვითონ თქვით ციფრები. ჩვენი ექსპორტის მხოლოდ 7% მოდის ამერიკის შეერთებულ შტატებზე. იმპორტშიც ამერიკა არ არის ჩვენი ძირითადი პარტნიორი, მაგრამ პრინციპში ახალი საექსპორტო ბაზრების ძიება სწორედ ამ მიმართულებით უნდა წავიდეს. თუ ჩვენ მთლიანად საქართველოს ექსპორტის გეოგრაფიას შევხედავთ, ჩრდილო ამერიკა ყალიბდება როგორც მნიშვნელოვანი. აქვე მხედველობიდან არ უნდა გამოგვრჩეს, რომ ამერიკა ეს ჩრდილო ამერიკა მხოლოდ ამერიკის შეერთებული შტატები არ არის, ეს არის შესაძლებლობა ასევე კანადისა და მექსიკის ბაზრებისა,
ვინაიდან არის გაფორმებული ჩრდილო ამერიკის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციის შეთანხმება, ანუ NAFTA. დიახ, ბატონო გიორგი, რა მინდა გკითხოთ ბევრ ქვეყანას აქვს წინასწარი შეთანხმება ამერიკასთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმების თაობაზე, თუმცა სხვადასხვა ქვეყნები სხვადასხვა ვადებში ახერხებენ ამას. საქართველოში რა შეიძლება გამოიყოს როგორც ხელი შემშლელი პირობა, რომელმაც შეიძლება ამ ხელშეკრულების გაფორმება გააჭიანუროს? ესეთი ზედაპირული ფაქტორებიდან ჩვენ შეიძლება ველაპარაკოთ რაზე. ჩვენთან სამწუხაროდ კვლავ ძალიან დიდი სიმცირეა ხარისხის სერტიფიცირების ლაბორატორიებისა, ანუ ლაბორატორიებისა, რომლებსაც აქვთ საერთაშორისო აღიარება მიღებული, ეს არის ერთ-ერთი აუცილებელი მომენტი, იმიტომ რომ პროდუქცია თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმში ყოველგვარი ბარიერის გარეშე შევიდეს ქვეყანაში. შემდეგ აუცილებელი არის კანონმდებლობის ჰარმონიზაცია. მე ჩემი პრაქტიკული გამოცდილებიდან გეტყვით, მცირე ბიზნესმენებს ძალიან გაუჭირდათ ამერიკიდან მარილის შემოტანა, იმიტომ რომ ჩვენი კანონმდებლობით მხოლოდ იოდიზირებული მარილი უნდა შემოვიდეს საქართველოში, ხოლო ამერიკაში ეს მოთხოვნა არ არის. არის ამისთან ბევრი ესეთი პატარ-პატარა დეტალებია, რომლებიც უნდა გასწორდეს. ბატონ გიორგი, ძირითადად თქვენი აზრით ეკონომიკის, აი რომელ სექტორებზე უფრო მეტად იქონიებს ამ ხელშეკრულების გაფორმება გავლენას? იცით რაშია საქმე? ამ შესაძლებელია ამან იქონიოს გავლენა როგორც ჩვენთვის ტრადიციულ საექსპორტო საქონელზე, ეს არის სოფლის მეურნეობის პროდუქცია, მაგრამ ასევე არ გამოირიცხება ესეთი სამრეწველო დანიშნულების პროდუქციისთვისაც. მოგეხსენებათ, ამერიკა ფეროშენადნობების დიდი მომხმარებელია და თავის დროზე ჩვენ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გვიღებდნენ, ეს მოთხოვნაც კი იყო, რომ ჩვენ გარკვეული ზომით გვეკონტროლებინა ფეროშენადნობების ექსპორტი ამერიკაში. შესაძლებელია ისეთი ტიპის პროდუქციაზე, ასეთი მაღალი დამატებული ღირებულების მქონე სხვა სამრეწველო პროდუქციაზეც იქონიოს დადებითი ზეგავლენა, მაგრამ ეს არ იქნება მყისიერი. ამას დაჭირდება გარკვეული ალბათ 3-4 წლიანი პერიოდი. ბატონო გიორგი, საგარეო ვაჭრობას რაც შეეხება, ჩვენ ვსარგებლობთ ევროკავშირთან GSP+-ის რეჟიმით, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება გაფორმებულია თურქეთთან. აი ამ გამოცდილებიდან გამომდინარე, თუ შეიძლება შეფასდეს, ზოგადად ასეთი შეთანხმებების ეფექტი რამდენად დიდია და რამდენად ახდენს ის გავლენას ეკონომიკური აქტივობის სურათზე? მინდა ევროპასთან ჩვენ ვსარგებლობთ GSP2+-ით. ანუ ძალიან წინ წასულები ვართ ამ თვალსაზრისით, თუმცა ეს რეალურად ჩვენი ექსპორტიორების მიერ კარგად ვერ გამოიყენება, რადგანაც ჩვენ გვაქვს სერიოზული პრობლემა. ჩვენ საექსპორტო პროდუქცია გვაქვს ცოტა. ელემენტარული ანალიზი აჩვენებს, რომ 11-12 ძირითადი საექსპორტო ჯგუფი ჩვენი მთელი ექსპორტის 82%-ია. რაც შეეხება თურქეთს, ახლა თურქეთთან ჩვენი ვაჭრობა ყველა შემთხვევაში ძალიან ინტენსიური იქნებოდა, იმიტომ რომ ცნობილია, ხო, რაც უფრო ახლოა მანძილი, მით უფრო დიდია მოცულობა ვაჭრობის. მნიშვნელობა გააქვს ამ ხელშეკრულებას პოლიტიკური თვალსაზრისით, ეს არის პოლიტიკური მხარდაჭერის გამოცხადება და გარდა ამისა, გარკვეული დროის შემდეგ ამ ხელშეკრულებებმა შესაძლებელია ძალიან დადებითი გავლენა მოახდინონ პირდაპირ უცხოური ინვესტიციების მოზიდვაზე. ანუ მესამე ქვეყნები, რომლებიც დაინტერესებული არიან ნულოვანი საბაჟო განაკვეთით შეიტანონ პროდუქცია ევროკავშირში, ისინი დაინტერესდებიან, რომ პროდუქცია შეიქმნას საქართველოში და გავიდეს საქართველოდან, როგორც საქართველოში წარმოებული. დიახ, ბატონ გიორგი, ეკონომიკის სამინისტროს ინიციატივით ჩვენთან გადაცემაში სტუმრობისას განაცხადა ლაშა ჟვანიამ, მათი ინიციატივით იქნება საგარეო ვაჭრობის ხელშეწყობის სააგენტო თუ დეპარტამენტი, სწორედ ზუსტად არ მახსოვს დასახელება. თქვენი აზრით, რამდენად ეფექტური შეიძლება იყოს ასეთი უწყება? მე რამდენადაც ვიცი, ბატონ ლაშამ თქვა, რომ ის აყალიბებს ექსპორტის ხელშეწყობის დეპარტამენტს და შემდეგ უნდა ჩამოაყალიბოს ექსპორტის ხელშეწყობის სააგენტო. ეხლა მე მგონი ეკა თქვენს გახსოვთ, ეს ცოტა მივიწყებული ისტორიაა, იმიტომ რომ ჩვენ ესეთი სააგენტო გქონდა, რომელიც შემდეგ გაერთიანდა ეროვნულ საინვესტიციო სააგენტოში. თქვენი მონამორჩილი იყო პირველი აღმასრულებელი დირექტორი ამ სააგენტოს. მე ადრესატთან სწორად დავსვი შეკითხვა. სწორად დასვით აბსოლუტურად. იცით რა არის ეკა, რასაკვირველია, პრინციპში იდეა, რომ ექსპორტს ხელი შეუწყოთ, არის ძალიან სწორი იდეა. და ზოგადად ექსპორტით კი არ უნდა შემოვიფარგლოთ, საერთოდ საგარეო ვაჭრობის ხელშეწყობა არის საჭირო. მაგრამ ეს თუ მხოლოდ სააგენტოს ჩამოყალიბებით შემოიფარგლა, ეს იქნება არასწორი. თავარია რა ინსტრუმენტები ექნება. მე აქვე ვსარგებლობ შემთხვევით და მინდა მოგახსენოთ, რომ თავის დროზე ამ სააგენტომ ძალიან მნიშვნელოვანი ფუნქცია შეასრულა
მან დაწერა სპეციალური დოკუმენტი. ეს იყო ექსპორტის ხელშეწყობის კონცეფცია, რომელშიც კონკრეტულად იყო გაანალიზებული საექსპორტო ბაზრები, ჩვენი საექსპორტო პროდუქცია, ხელშეწყობის კონკრეტული მექანიზმები და გზები. აქტუალურია ეს დოკუმენტი დღესაც? თუ მოხდება მისი განახლება, ანუ ძალიან ახლა ბევრი ცვლილებები მოხდა ამ 8 წლის განმავლობაში, შეიცვალა სხვა ბაზრების სტრუქტურა, შესაძლებელია მინიმალური დანახარჯებით ისევ მივიღოთ საკმაოდ აქტუალური დოკუმენტი. ძალიან დიდი მადლობა. მადლობთ. დაგაგზავნდებოდეთ. განვაგრძობთ გამოშვებას. GMC ჯგუფის კუთვნილ კომპანია ნარინსა და ამერიკულ საინვესტიციო კომპანია მცირე საწარმოთა დახმარების ფონდ შორის მოლაპარაკებები ჩაიშალა, თუმცა ქართულ მხარეს მოლაპარაკების გაგრძელების იმედი ისევ აქვს. აქციათა 60%-ის სანაცვლოდ ფონდ ნარინში $2 მილიონი ინვესტიცირებას აპირებდა, თუმცა ნარინჯის მენეჯმენტისათვის ეს პირობა მიუღებელი აღმოჩნდა და ფონდს ამ თანხად აქციების მხოლოდ 30% შესთავაზა. საბოლოოდ მხარები ვერ შეთანხმდნენ და გარიგებაც აღარ შედგა. ეხლა წინასწარი გეგმით ნარინჯის წვენების ჩამოსხმა უკვე იანვარში უნდა დაეწყო, თუმცა საწარმოში იტალიური დანადგარების დამონტაჟება ამ დრომდე ვერ მოხერხდა. იტალიელი სპეციალისტები ხაზის დამონტაჟებას იანვრის ბოლოს დაიწყებენ და მარტიდან წვენების წარმოება შესაძლებელი გახდება. თუმცა მანამდე ნარინჯის წვენების ციტრუსის გადამამუშავებელ საწარმო ციტროში ჩამოისხმება, რომელთანაც ურთიერთთანამშრომლობის თაობაზე ხელშეკრულება უკვე გაფორმდა. სახელმწიფო ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში კომპანიას ამ ეტაპზე მოსახლეობისგან 400,000 კილოგრამი არასტანდარტული ციტრუსი აქვს შეძენილი. ბათუმში მდებარე საკონსერვო კომპანია ციტრო წელს სომხეთში 13-ჯერ მეტი რაოდენობის ნატურალური წვენის გადაზიდვას გეგმავს, ვიდრე 2008 წელს. ციტრომ სომხურ კომპანიასთან ხელშეკრულება უკვე გააფორმა და ცნობილია, რომ სომხეთის ბაზარზე 200,000 ბოთლს შეიტანს, მაშინ როდესაც გასულ წელს ექსპორტის მაჩვენებელი 15,000 ბოთლი იყო. მენეჯმენტი ადგილობრივი ბაზრისათვის 200,000 ბოთლის ჩამოსხმას აპირებს, რომელსაც აჭარის გარდა თბილისშიც გაყიდის. ადგილობრივ ბაზარზე ციტრო წვენებს 1 ლარად და 90 თეთრად ყიდის, ხოლო საექსპორტო ბაზარზე წვენების ღირებულება $1.01. ახლა კი სამშენებლო მასალების ბიზნესის ბაზარი, სამშენებლო მასალების მწარმოებელი გერმანული კნაუფი საქართველოში თაბაშირ მუყაოს ფილების წარმოებას გეგმავს, რისთვისაც კომპანიამ საქართველოს ინდუსტრიულ ჯგუფში შემავალი საშენ მასალათა კომბინატის 90%-იანი წილი შეიძინა. გარიგების დეტალებს მხარეები ჯერ არ ახმაურებენ, თუმცა ცნობილია, რომ ჰოლდინგმა გერმანელ ინვესტორს კუთვნილი აქტივები სრულად დაუთმო. საშენ მასალათა კომბინატი 2006 წელს შეიქმნა, ქვანახშირზე მომუშავე ქარხანა თანამედროვე ტექნოლოგიებითაა აღჭურვილი და მისი სიმძლავრე წელიწადში 6 მილიონი კვადრატული მეტრია. კნაუფის ადგილობრივი მენეჯმენტის ცნობით, პროდუქციის გამოშვება სავარაუდოდ გაზაფხულიდან დაიწყება და ის ადგილობრივ ბაზარზე გაიყიდება. რეზო თაბაშირ მუყაოს ფილების წარმოებას კომპანია ხიბლიც გეგმავს, თუმცა საწარმოში მიმდინარე რეკონსტრუქციის გამო წარმოების დაწყება კიდევ რამდენიმე კვირით გადაიდო. ქარხანა თავდაპირველად მაზუტზე მუშაობდა და დაბალი ხარისხის პროდუქციას უშვებდა, რის გამოც მენეჯმენტმა სერიული წარმოება არ დაიწყო და ხარისხის ასამაღლებლად ქარხნის გაზიფიცირება გადაწყვიტა. ამჟამად საწარმოში ახალი ღუმელების მონტაჟი მიმდინარეობს. თაბაშირის საწარმოს ამოქმედება კომპანიას $3 მილიონ მეტი უჯდება. ახლა კი მეტალურგიული ბაზრის სიახლეები კომპანია ქართულმა ფოლადმა იტალიისა და აზერბაიჯანისგან 8,000 ტონა მაგისტრალური მილების დამზადებაზე შეკვეთა მიიღო, რომელიც დამკვეთს აპრილში უნდა ჩაბარდეს. მილების დამზადებას მენეჯმენტი განახლებულ მილსაგლინავ საამქროში გეგმავს, სადაც მთლიანად ავტომატიზებული დანადგარები მონტაჟდება. საწარმოს წარმოდობა წელიწადში 300,000 ტონა მილია, თუმცა ამჟამად ის შეკვეთების შესაბამისად მუშაობს. გასულ წელს ქართულმა ფოლადმა 25,000 ტონა მილის რეალიზაცია შეძლო. პროდუქცია მნიშვნელოვნად გაიაფთა და ის ამჟამად $950 ის. ქართულმა ფოლადმა წიდის საამქროში თუჯის ახალი გადამამუშავებელი ხაზის დამონტაჟებაც დაიწყო, რაშიც მენეჯმენტი $10 მილიონი ინვესტიცირებას ახორციელებს. თუჯის გადამუშავების შედეგად მიღებული პროდუქცია ბლოკისა და ცემენტის წარმოებაში გამოიყენება. საწარმოს სიმძლავრე თვეში 400,000 ტონა წიდის გადამუშავებაა. მენეჯმენტის გათხრებით ქარხანა სრული დატვირთვით თებერვლის ბოლოს ამოქმედდება. საკონსულტაციო კომპანია მარნეტის მიერ ორგანიზებულ მეოთხე სტუდენტურ ბიზნეს ოლიმპიადაში 3 გამარჯვებული ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის, ქართულ-ამერიკული და ილია ჭავჭავაძის სახელობის უნივერსიტეტების სტუდენტთა გუნდები გამოავლინეს. მათ ოლიმპიადის სპონსორებმა საქართველოს ბანკმა და აკვავივამ ფულადი პრიზები და სერტიფიკატები უკვე გადასცეს. ოლიმპიადა 2008 წლის ოქტომბრიდან დეკემბრის ჩათვლით მიმდინარეობდა და 30-ზე მეტი სასწავლებლიდან 90 გუნდი მონაწილეობდა, რომლებიც 9 კვირის განმავლობაში ინტერნეტით ვირტუალურ ბიზნეს კომპანიებს ქმნიდნენ და საქმიანობდნენ. მარნეტი შემდეგი მეხუთე ოლიმპიადისთვის მზადებას 1 თვეში დაიწყებს.
და ბიზნეს განათლების შესახებ საუბარს ახლა ჩვენ სტუმრებთან ოლიმპიადის ორგანიზატორ ტარიელ ზივზივაძესთან და ეკონომიკური საერთაშორისო სკოლის სტუდენტ სოფო ტოგონიძესთან განვაგრძობთ. მე პირველ რიგში ორგანიზატორთან მექნება შეკითხვები. ბატონო ტარიელ, მოგესალმებით. მოგესალმებით. რის მიხედვით მოხდა სტუდენტების შერჩევა, თუ შეიძლება ეს მითხრათ? ეს იყო დამოკიდებული მხოლოდ რაღაც კომპიუტერულ პროგრამაზე, თუ არსებობდა რაიმე სხვა კრიტერიუმებიც, რაც გაითვალისწინეთ? პირველ რიგში მადლობა მინდა გითხრათ იმ ინტერესისათვის, რაც თქვენ გამოიჩინეთ ამ თემის მიმართ. ესე ჩვენ რო კარგად მივხვდეთ თუ როგორ მოხდა გამარჯვებულთა გამოვლენდა, ამისათვის უნდა თქვა, რომ სტუდენტური ბიზნეს ოლიმპიადა ეს არის პროცესი, რომლის ფარგლებშიც სტუდენტების შეჯიბრის მექანიზმი არის სტრატეგიული ბიზნეს სიმულაცია. აი სტრატეგიული ბიზნეს სიმულაცია მარტივად რო ვთქვათ არის, აი წარმოიდგინეთ სტუდენტური ახლა ამ კონკრეტულ შემთხვევაში 90 გუნდი ვირტუალური ბიზნეს გარემოს ფარგლებში, ასე ვთქვათ, ერთმანეთს უწევდა კონკურენციას, ისინი ქმნიდნენ პროდუქტებს, მე ეს პროდუქტები გაქონდათ ბაზარზე, ვირტუალურ ბაზარზე რა თქმა უნდა და ამის შედეგად ისინი აკეთებდნენ ფულს, როგორც ნებისმიერი ბიზნესი აკეთებს ფულს. ანუ 9 კვირის განმავლობაში ისინი 9 ვირტუალური წლის მანძილზე ქმნიდნენ გარკვეულ ასე ვთქვათ ბიზნესს აკეთებდნენ, ფულს აკეთებდნენ, აი ამ მოგებული ფულიდან და ასე ვთქვათ დაკავებული საერთო ჯამში ადგილიდან გამომდინარე გამოვლიდნენ გამარჯვებულები. ანუ აქ არ არის მხოლოდ კომპიუტერული პროგრამა, რა თქმა უნდა არის პროგრამა, მაგრამ ის აკეთებს მხოლოდ ანალიზს. თავარი ანალიზი და თავარი გადაწყვეტილებები უნდა მიიღონ თავად გუნდებმა. და ეს არის თავარი ღირსება ამ პროგრამის. თქვენ მეხუთე ოლიმპიადისთვის ემზადები და ალბათ ბევრ სტუდენტს დაინტერესებს, როგორ შეუძლიათ მათ ამ სიმულაციებში მონაწილეობის მიღება, ანუ ზოგადად როგორ ხდება გუნდების და სტუდენტების შერჩევა. სწორი ბრძანეთ, სულ მალე დავიწყებთ წადებას მეხუთე ოლიმპიადისთვის, მიუხედავად იმ კრიზისისა, რაც არის ქვეყანაში, ჩვენ არ გავჩერდებით და ჩვენ გავაგრძელებთ იმ საქმეს, რასაც აქამდე ვაკეთებთ. დღემდე ჩვენ ასე ვთქვათ, ვახცენდით იმას, რომ ქონდა გარკვეული შერჩევის სისტემა, ანუ იყო ჯერ განაცხადების წარმოდგენა, მერე შესარჩევი ტესტი, მერე სემინარები, მერე კიდე ტესტი და ასე შემდეგ. მეოთხე ოლიმპიადაზე ჩვენ ამაზე უარი ვთქვით და ყველას, ვისაც კი სურვილი ჰქონდა, მივეცით საშუალება, რომ ჩართულიყო პროცესში. ანუ სტუდენტებმა თვითონ გააკეთეს გუნდები, გამოაგზავნეს განაცხადები და ყველა ვინც ასე ვთქვათ, გამოაგზავნა განაცხადი, ყველა ჩაერთო თავიდანვე სიმულაციაში და საერთო ჯამში ეს გამოვიდა 90 გუნდი, საერთო ჯამში 307 სტუდენტი. ბატონ ტარიელ, ჩვენ ყავს სტუდენტი სოფო, რომელიც უკვე ვერ ითმეს, მე ვატყობ, რომ სურს რომ ჩვენ მას კითხვა დავუსვათ და ლოგიკურიც არის ალბათ უკვე სოფოსთან კითხვით გადასვლა. სოფო, თქვენი პროექტი რა ტიპის იყო, თუ შეიძლება მითხარით, აი რომელთაც გაიმარჯვეთ? მოგესალმებით. ეს იყო ონლაინ თამაში და გუნდები დარეგისტრირებულები იყვნენ ონლაინით. ყველა თითოეული გუნდი თავის კომპანიას ბაზარზე უშვებს გარკვეული მახასიათებლებით. თვითონ ირჩევენ გუნდები, რომელ სეგმენტზე შევიდნენ და ყოველი წლის მოგებით შემდეგ იკავებენ ქულებს და შესაბამის ადგილებს. მთლიანად 9 წელია სულ ვირტუალური და მთლიანი ჯამით ხდება მერე გამარჯვებულების გამოვლენა. სოფო, თუ აპირებთ იმ სტრატეგიის რომელიმე კომპანიისთვის შეთავაზებასაც თქვენ თვითონ გამოყენებას, რომელთაც გაიმარჯვეთ ამ პროექტში? ეხლა ჯერ ვირიცხები ისე ეკონომიკის საერთაშორისო სკოლაში სტუდენტი ვარ. დამრჩა კიდევ რომ ვისწავლო რამდენიმე სემესტრი. სწავლის დასრულების შემდეგ შეიძლება სწავლა კიდევ გავაგრძელო და სხვა შემთხვევაში თუ კი გადავწყვეტ რომ ვიმუშაო, რა თქმა უნდა, გამოვიყენებ მიღებულ გამოცდილებას, საკმაოდ რეალური გამოცდილება მივიღე, რომელიც ყველა სტუდენტს გამოადგება დღეს რეალურ ბიზნესში მართვის და სიმულაციის გამოყენებას. სოფო, აი რა გამოცდილება მიიღეთ, რეალურად მიიღეთ თუ არა, თქვენი აზრით ყოველივე ამიდან, აი ამ ბიზნეს სიმულაციაში მონაწილეობის შედეგად? რა თქმა უნდა, იქიდან გამომდინარე, რომ ყოველი წლის შედეგი იყო სრულიად განსხვავებული ერთმანეთისგან, დაგეგმა ხდებოდა ყოველი წლის აბსოლუტურად თავიდან. და შეგრძნება ისეთი, რომ ყველაფერს იწყებ თავიდან, უნდა მოერგო ახალ სიტუაციას და რაც თავარია სწრაფი ადაპტირების უნარი უნდა გქონდეს და ეს რეალურ ბიზნესში ძალიან გამოსადეგია ყველა სტუდენტისთვის,
ყველა ვინც მიიღო ამ პროექტში მონაწილეობა, დიდი გამოცდილება მიიღო. ძალიან კარგი. და მურჩევ ყველას რომ მიიღოთ მონაწილეობა. მადლობთ სოფო, დიდი ჩვენ მადლობა, ისევ სოფო. ტარიელს უნდა ვკითხოთ, ბატონ ტარიელ, პირველ რიგში ალბათ უნდა ჩაგიღმავდეთ ამ კითხვაში მართლა რამდენად შეიძლება ამ სიმულაციის დროს შემუშავებული სტრატეგიის რეალურ ბიზნესში გამოყენება და თქვენი შეფასება როგორია საერთოდ, რამდენად ხელს უწყობს ეს მსგავსი პროექტები ზოგადად ბიზნეს განათლების პოპულარიზაციას? მოდი ბოლო შეკითხვით დავიწყებ. ჩვენ თავიდანვე გქონდა მიზნად, რომ შეგვექმნა ერთგვარი მექანიზმი, რომლის ფარგლებში ჩვენ შევძლებდით სწორედ ბიზნეს განათლების პოპულარიზებას. რა თქმა უნდა, შევძლებდით ასევე წარმოგვეჩინა ის სტუდენტები, რომლებიც ასე ვთქვათ, განსაკუთრებით წარმატებულები არიან. ანუ ეს იყო ჩვენი მიზანი, არის და იქნება კიდეც და ფაქტია, ამაზე მეტყველებს თვითონ თანაორგანიზატორების რაოდენობა. 11 თანაორგანიზატორი ორგანიზაცია არის დღეს, ვინც ასე ვთქვათ, უწევს კოორდინაციას ამ პროექტს. ამას მეტყველებს თვითონ ის გამოცდილება, რასაც სტუდენტები ღებულობენ, ასე რომ ერთადერთი რაც სტუდენტს დარჩენია, არის ის, რომ მიიღოს ამ ყველაფერში მონაწილეობა. ეხლა რამდენად რეალურია ის გამოცდილება, რასაც ისინი იღებენ. მოდით პირდაპირ გეტყვით, აი წარმოიდგინეთ ნებისმიერ ბიზნესს, რომელსაც ყავს ტოპ მენეჯმენტი, გუნდი, ვინც მართავს. ისინი ღებულობენ ყოველდღიურად ისეთ გადაწყვეტილებებს, როგორიცაა პროდუქტების შექმნა, ბაზარზე გატანა, ეგ მარკეტინგული გადაწყვეტილებები და ასე შემდეგ, მთელი სპექტრი გადაწყვეტილების. ეს არის ის, რაც ხდება რეალურად. ეს არის ზუსტად ის, რასაც სტუდენტები აკეთებენ, როცა მართავენ თავიანთ კომპანიებს. ანუ პარალელი არის 100%-იანი პრინციპების დონეზე. ვირტუალურად რომელი ქვეყანა არის მოცემული? ანუ მოდი თქვა, ეს არის სიმულაციური ეკონომიკა, ვირტუალური ეკონომიკა, არსებითი მნიშვნელობა არ არის, ასე თქვა, რომელი ქვეყანა არის, მაგრამ ფაქტი ერთია, რომ კორუფციის ელემენტი ჩვენ არ აგვაქვს ამ ეკონომიკაში ჩადებული. ესე იგი 60-ს აშენებთ. წარმატებებს გისურვებთ. დიდი მადლობა, წარმატებებს გისურვებთ. განვაგრძობთ გამოშვებას კომუნიკაციის ბაზრის სიახლეებით. გაერთიანებული ტელეკომი ბაზარზე ახალ სერვისებს ნერგავს. 20 იანვრიდან დაზიანებების ბიუროს 900-ის მეშვეობით სატელეფონო კავშირის შეწყვეტის შესახებ ზუსტი ინფორმაციის მიღება უკვე მოკლე ტექსტური შეტყობინებით იქნება შესაძლებელი. ცხელ ხაზად გარდა იქნება ნომერი 100-100, რომელიც აბონენტს სატელეფონო, ინტერნეტ და უკაბელო სერვისებზე მიაღწევს ინფორმაციას. ამოქმედება ელექტრონული მისამართით, რომლის მეშვეობითაც მომხმარებელი ინტერნეტის სიჩქარისა და იმ დროისთვის დარიცხული დავალიანების შესახებ ზუსტ ინფორმაციას მიიღებს. რკინიგზის ტელეკომზე გამოცხადებულ ინტერესთა გამოხატვას კომპანიის დამფუძნებელი საქართველოს რკინიგზა 1 თებერვლისათვის დაასრულებს. საბაზრო ფასის დადგენის შემდეგ შესაძლოა კომპანიის სრული ან მისი გარკვეული პროცენტი გასხვისდეს. საქართველოს რკინიგზის ინფორმაციით ინტერესი რამდენიმე კომპანიამ გამოხატა, რომელთა ვინაობა თებერვალში გახდება ცნობილი. რკინიგზის ტელეკომი ამ დროისათვის საქართველოს რკინიგზის გასწვრივ ტრასეკას პროექტის ფარგლებში გაყვანილი ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის მფლობელია. ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა კავკაზუს ონლაინის 5%-იანი წილი $35 მილიონ შეიძინა და შესყიდვის თაობაზე ხელშეკრულება გააფორმა. მხარეები ამ ეტაპზე მეტი დაკონკრეტებისგან თავს იკავებენ და აცხადებენ, რომ დეტალები იანვრის ბოლოს გახდება ცნობილი. როცა კავკაზუს ონლაინის გენერალური დირექტორი და EBRD-ის წარმომადგენელი თბილისში პრესკონფერენციას გამართავენ. ამ დროისთვის კავკაზუსის აქციების 80.1%-ს კომპანიის გენერალური დირექტორი მამია სანადირაძე ფლობს, 9.9%-ს TBC ბანკი აკონტროლებს, 10% კი ბრიტიშ კომპანიის ეკუთვნის. ახალკი საცალო ქსელის მიმოხილვა პოპულის სავაჭრო ქსელს ევრობანკი $12 მილიონი რესურს გამოუყოფს. საკრედიტო ხაზი 6 წლიანია და ის კომპანიის ქსელის გაფართოებას, ასევე მის სასაწყობე და დახარისხების მეურნეობების მოდერნიზებას მოხმარდება. ხელშეკრულება მხარეებს შორის უკვე გაფორმდა. სუპერმარკეტების სეგმენტში პოპულს ყველაზე დიდი ქსელი აქვს. კომპანია საქართველოს მასშტაბით 40 მაღაზიას ფლობს და წელს კიდევ 20 მაღაზიის გახსნას გეგმავს. 2008 წელს პოპულის ქსელის წლიურმა ბრუნვამ $93 მილიონი შეადგინა. პოპულის სავაჭრო ნიშნით დაახლოებით 20-მდე სახეობის პროდუქტი იწარმოება. კომპანია ნიკორა კი ახალი პროდუქტების დამზადება რეალიზაციას იწყებს. 25 იანვრიდან ნიკორას მაღაზიებსა და გარექსელში პრემიუმ კლასის კიდევ ერთი ხორცს პროდუქტი კაიზერი ბეკონით გაიყიდება. კომპანია წელს ქსელის გაფართოებას და საბარათი სისტემის შემოღებასაც გეგმავს, რაც მუდმივი მომხმარებლისთვის წამახალისებელ საჩუქრებს გულისხმობს. 2008 წელს 2007 წელთან შედარებით ნიკორას რეალიზაციის 27%-იანი ზრდა ჰქონდა. კომპანია 9 ბრენდს აწარმოებს და ქვეყნის მასშტაბით 80-მდე საფირმო მაღაზიას ფლობს, სადაც 1500-მდე ადამიანია დასაქმებული.
არა მომგებიანი ადგილმდებარეობის გამო რუსთაველის გამზირზე Art Time Jewelry-ს მაღაზია იკეტება, მაგრამ ქსელი ფილიალების რაოდენობის შენარჩუნების მიზნით, რომელიმე სავაჭრო ცენტრში გაფართოვდება, კომპანიის მენეჯმენტი რეალიზაციის დაბალ პროცენტიანი ზრდის მიუხედავად 2008 წელს მაინც წარმატებულად მიიჩნევს. დეკემბერში საახალწლო რეალიზაციამ წლის ნავაჭრის 15% შეადგინა, წინასწარი მონაცემებით 2008 წელს Art Time-მა 2 მილიონი ლარის პროდუქცია გაყიდა. ქსელში წარმოდგენილ 18 ბრენდს მალე Seiko-s კედლისა და მაგიდის საათების კოლექციებით შეემატება. დღეისათვის სულ ეს იყო ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაცია, ამიტომ ხვალამდე კვლავ პირველ საათამდე გემშვიდობებით, ნახვამდის. მანამდე კი ჩვენს დღევანდელ და გასულ გადაცემებს გადავლეთ თვალი GBC-ს ინტერნეტ გვერდზე gbc.g. ნახვამდის. რუბრიკა ღვინო და კაპიტალის სპონსორია ბაგრატიონი 1882. კაპიტალის სპონსორია ავერსი, ლიდერი ლიდერთა შორის. კაპიტალს წარმოგიდგენთ Georgian Business Consulting-ი.